მაშინ როცა თქვენ და პრეზიდენტი ტრამპი ამბობთ, რომ უკვე მოხდა რეჟიმის ცვლილება, რეჟიმი კვლავ უტევს თავის სპარსეთის ყურის არაბ მეზობლებს, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რაც მიმიყვანს ჩემს შემდეგ კითხვაზე. მინდა მოусმინოთ საინტერესო განცხადებებს, რომელიც გას უკვირას ისრაელში აშეცეშის ელჩმა მაიკ ჰაკაბიმ გააკეთა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის ურთიერთობაზე. მოდით მოусმინოთ. შემიძლია გამოუხატო მადლიერება, ღრმა მადლიერება და აღფრთოვანება არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართ. ვფიქრობ, რომ საამიროები მაგალითია. ისინი იყვნენ პირველი აბრაამის შეთანხმების წევრი. მაგრამ შეხედეთ იმ სარგებელს, რაც მათ ამის შედეგად მიიღეს. ისრაელმა მათ ახლახან გაუგზავნა რკინის გუმბათის ბატარეები და პერსონალი, რათა მათ მართოში დახმარებოდნენ. ბრატო, იმიტომ რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის განსაკუთრებული ურთიერთობაა აბრაამის შეთანხმებების საფუძველზე. მაშ, თქვენო აღმატებულებო, ეს მართლაც გამორჩეული განცხადებებია. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ისრაელისგან მიღებული მხარდაჭერა არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის? ფიქრობ, ეს ვთქვათ არის ეგვიპტე, რომელმაც ისრაელთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, არის იორდანია, რომელმაც ისრაელთან შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამ ქვეყნებს ისრაელთან საზღვარი აქვთ. მაგრამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ისრაელთან საზღვარი ადავს. ორივე ქვეყანა იცით თანაცხოვრებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელობის ჯერა. ფიქრობ, ეკონომიკა ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ისევ მჯერა იმისა, რაც მისმა აღმატებულებამ შეიხ მოჰამედ მედრაშიდმა თქვა. მისცემთ პოლიტიკას ეკონომიკის მართვის უფლებას, რადგან ეს გაანადგურებს მას. მიეცით ეკონომიკას პოლიტიკის მართვის შესაძლებლობა, რადგან ეს რაღაცას შექმნის. ფიქრობ, ეკონომიკა შეიძლება იყოს საუკეთესო გზამკვლევი ნებისმიერი ურთიერთობისთვის, როცა ის არსებობს. და შეგიძლიათ ნახოთ, აქ იმდენი ისრაელელი ცხოვრობს ჰარმონიაში, ყველაფერში, როცა სიძულვილს მოვიშორებთ, ფიქრობ 70 წელი სიძულვილში გავატარეთ. ამისი უკვე გვეხო. ისრაელმა არ შეუტია. ისრაელმა არ შეგვიტია. ჩვენზე ირანმა მიიტანა იერიში, მაშინ რატომ უნდა უგრძნობდეთ ცხენას ისრაელის მიმართ? და ვიყო ჰარმონიაში ირანთან, რომელიც დღე და ღამე გვიტევს. კი, მაგრამ მინდა ამ საკითხზე კიდევ უფრო გავამახვილო ყურადღება, რადგან მე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მეძებ საუბრობ. მე ვსაუბრობ რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე. ისრაელის სამხედრო პერსონალის გაგზავნაზე, რომ იმ სისტემებს მართონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრად სცილდება იმ სამხედრო თანამშრომლობას, რაც ისრაელს ჰქონია თავის მეზობლებთან, იორდანიასა და ეგვიპტესთან, რომლებიც თქვენ ახსენეთ. მაშ, როგორ სად სულს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რომ ეს სამხედრო თანამშრომლობა ისრაელთან მომავალში განვითარდეს. მე ვფიქრობ, თანამშრომლობა ბევრად უფრო წინ მიდის, ვიდრე ეს ერთი შემთხვევა. და ეს თანამშრომლობა უკვე არსებობს. ისრაელი ირანის მხრიდან იყო თავდასხმის ობიექტი. არაბთა გაერთიანებული საამიროებიც ირანის მხრიდან იყო თავდასხმის ობიექტი. ასე რომ ჩვენ გვყავს საერთო მტერი, ასე რომ თუ ჩვენ ერთად არ დავდგებით ამ დღის წინააღმდეგ, ბევრი პრობლემა შეგვექმნება. მე ასე ვფიქრობ. ჩემი აზრით, რეჟიმმა უნდა მოიხსნას. ეს ჩემი აზრი. ეს არ უკავშირდება მთავრობას ან რამის. ასე რომ, ფიქრობ, ამ რეჟიმმა 87 წელი, 47 წელი ჰარმონიაში ცხოვრობდნენ. და ხალხი ცდილობდა, იცით, ემუშავა მათთან, ეცხოვრა მათთან, ყველაფერი. მაგრამ ისინი ამას ვერ იგებენ. მათ მხოლოდ ერთი რამ ესმით, მკვლელობა. ეხლა ვერ დავტოვებ კითხვას საიდუმლო ვიზიტზე, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით ნეთანიაჰუმ მარტში აბუ-დაბიში განახორციელა. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ოფიციალურად უარყო ვიზიტის არსებობა, ნეთანიაჰუს ყოფილმა თანაშემწენ, რომელმაც თქვა, რომ ამ მოგზაურობაში მონაწილეობდა, ვიზიტი დეტალურად აღწერა. შეგიძლიათ ახსნათ, რა ხდება აქ? ფიქრობ, არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალურ ვერსიას მივყვები, ანუ საამიროებმა უარყვეს ეს ამბავი. ამიტომ ჩემს ქვეყანას დაუჯერებ, თუ რაიმე სარგებელი ექნება თქმას, იტყვია. მაგრამ ფიქრობ, თუ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოდის, უფრო იმას დაუჯერებთ.